ვაგრძელებ ისევ ძლევის წმინდა გიორგის, ანუ გამარჯვებული წმინდა გიორგის ხატის რელიეფის წერწვას და როგორც ხედავთ, აი აქამდე მოვედით. ეს ვიდეო მინდა ახლა უფრო მეტი ყურადღებით მოისმინოთ და თქვენი მოსაზრება დაწეროთ Facebook-ზე, რომ დავდებ ეს როგორც ლიახველებში დავდებ, ისე ჩემს გვერდზე, პირად გვერდზე. ლიახველებიც ჩემს მიერ შექმნილი გვერდია და კარგი იქნება. ყველას მოგეხსენებათ წლების უკან 2008 წელს აგვისტოს თვე როგორი საშინელი იყო განსაკუთრებით ქართველებისათვის, ჩრდილოეთ ქართლის მაცხოვრებლებისათვის და სრულიად საქართველოს. იქ უკვე აფხაზეთში როგორ მიიტაცა რუსეთმა ტერიტორია, აქაც სამაჩაბლოში რა დარჩენილი ნაწილები იყო, ესე იგი ისიც მიითვისა, ახალგორის ტერიტორიაც მიითვისა, ოკუპაცია მოახდინა და საქართველოს ჩავარდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე მანამდე იყო. ჩემი დიდი სურვილი ოცნება, რაც კიდაც ის დაარქვით ნატურა არის, რომ ქართული მიწა-წყალი დაუბრუნდეს თავის დედასამშობლოს, საქართველოს და ისეთივე ძლიერი გახდეს, როგორც ოქროს ხანაში ჰქონდა. ეს არის ჩვენი თითოეული ჩვენგანის დიდი სურვილი, ყველანი დამერწმუნებით. ამისათვის მე რაც შემიძლია, აგერა ის მეორე წელია რაც დავიწყე ეს წმინდა გიორგის ხატზე მუშაობა, ყოველდღე ვერ მიხერხდებოდა. როდესაც დავიწყე პლინტი რაღაც დონეზე მივიყვანე, მე უკვე სამსახური მქონდა რაღაცა და ეხლა მთელი ზაფხულის მანძილზე როგორც ხედავთ, როგორც ვაანონსებ ხოლმე და ამ პატარა მცირე ვიდეოებს გაწვდით, დღე თითქმის არ ჩამიგდია და ამ 35 გრადუსიან სიცხეში მუშაობ. თავს არ უზოგავ. ჩემი თავარი სურვილი არის, რომ აი ეს ჩვენი ძირძველი მიწები დაუბრუნდეს ჩვენ სამშობლოს. და ეს დაბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ შორს მჭრედელი, გათვლილი, ზომიერი, გონიერი დიპლომატიით და მოქმედებებით. სხვა შანსები თითქმის არ არსებობს. მცირე პატარა შეტაკებები შეიძლება იყოს, მაგრამ ესეც უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ იმოდენა იმპერიას უნდა დავეჯახოთ, როგორც ახლა რუსეთის იმპერია არის. აქ ახლა ბომბებით და დაემებით, იარაღის ძალით დამერწმუნებით, რომ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ მთლიანად მთელი მსოფლიოს საღად მოაზროვნე ადამიანების დიპლომატიური სექტორი უნდა ჩავრთოთ და მათთან ერთად გამოირიცხოს უნდა დღევანდელი დღის და ადრე რაც იყო ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკანები და რაღაც მანქურთა მთელი არმიების ზეობის ხანა რო იყო, ისენი არა. აბსოლუტურად ახალი ძალა, ის ჭეშმარიტი პატრიოტი ძალა, რომელიც არიან ჭრდილში, ის ხალხი უნდა გამოვიდეს უკვე სამზეულზე დაიწყოს მოქმედება. სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია და არც იქნება. მისია თვითონ აი წმინდა გიორგის, აი ზუსტად ეს არის, რომ აქ აი გამარჯვებული ტახტზე დაბრძანებულია, როგორც მოგეხსენება და როგორც ხედავთ აი ამ ვიდეოზე. ეს ხატი არის გორი ჯვარი საწინააღმდეგო ჯვარზე ასახული 15 სანტიმეტრიანი, სადაც ახლა 15 სიუჟეტია წმინდა გიორგის ცხოვრების მოცემული. ჩვენ ეს ხატი აი ამ დონეზე მე მაგალითად ეს ხატი რაც დავიწყე, ეს არის 47 სანტიმეტრი, აი 36-ზე და 7-ზე
აი ეს ზომის მსურს, ეს არის ჩემი შესაწერი, ჩემი ხელით გაკეთებული, მე ამაში არც თაღამი და არც არაფერი, ღმერთისათვის, საქართველოს გაბწყინებისათვის, ქართველი ადამიანების კეთილდღეობისათვის მინდა შევწირო გერის სალოცავს. მაგრამ ერთი თხოვნა არის, რომ მე ეს პლასტელინში გავაკეთე, მაგრამ დანარჩენი ეხლა ბრინჯაოში მთლიანად თელმა ერმა განსაკუთრებით ქართველებმა, რომლებიც შიდა ქართლში ცხოვრობდნენ, აი იმ ადამიანებმა შევკრიბოთ ეს თანხა და აი ბრინჯაოში ჩამოვასხათ. მე ხელი არ შეხება არ მექნება მაგ თანხას და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, მოძებნეთ კარგი სპეციალისტი, ჩამომსხმელი, მე ჩამაყენეთ საქმის კურსში და აი ეს ხატი უკვე დავაგვირგვინოთ, რომ რათა მთლიანად მთელ ქართლზე და მთელ საქართველოს ყველა მიიღოს მონაწილეობა, მათზე გადავიდეს ეს მადლი. ერთმა კაცმა ან ორმა კაცმა რო დადოს და 2-ზე და 3-ზე გადავიდეს, მადლი ისა უნდა გამოირიცხოს, ეგ არასწორი მოქმედება, მე ასე ვთვლით და მთლიანობაში რო იქნება, აი მისავალი ღმერთთან იქნება ყველაზე მაგარი და ყველაზე საშური საქმე. აი ეს მინდა ამჟამად აი ამ 6 წუთიან თუ 7 წუთიან ვიდეოში აი გითხრათ და მომავალშიდაც კიდევ გეტყვით ჩემს სათქმელს და მოსაზრებებს. ვთხოვთ, რომ აი ამ ვიდეოს გამოეხმაუროთ და თქვენი მოსაზრება დაწეროთ Facebook გვერდზე. აი იმ ვიდეოს, სადაც დავდებ, აი ქვევით გააკეთეთ თქვენ როგორ გესახებათ აი საქართველოს გაერთიანება, გამთლიანება და ამ ხალხის შესახებ. დროებით, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.